ქუჩიშვილის 9 ნომერში მდებარე ეს საცხოვრებელი დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბინაა. სწორედ აქ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სახალხო არტისტი კალბატონი ლეილა აბაშიძე ცხოვრობდა, რომლის ხელმოკლე ოჯახსაც როგორც მეზობლებისგან პირად საუბრებში ვიგებთ ძალიან ეხმარებოდა დედაქალაქის მერი გიგი უგულავა. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაში თავისთავად ცუდი არაფერია თუ ის უანგაროა. თუმცა რამდენიმე ხანში ლეილა აბაშიძის კუთვნილი ფართი ქუჩიშვილის 9-ში ძველი თბილისის განვითარების ფონდის ბალანსზე აღმოჩნდა. სწორედ ამ ამბავს ვიკვლევდით და თქვენთვის რამდენიმე საინტერესო კომპანიაზე გავედით ძველი თბილისის ფონდზე და მეფის რუსეთის დანატოვარზე. ძალიან საინტერესო მოქმედი პირებით. ვისია თბილისი ბუდაპეშტიდან პლეხანოვამდე ანატომიაში. ქუჩიშვილის 9 ნომრის ლეილა აბაშიძის კუთვნილი ბინის ამონაწერებით ირკვევა, რომ ქალბატონ ლეილას იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით 2010 წელს ამონაწერი გაუკეთებია. მალევე ორ დღეში ლეილა აბაშიძე ბინას ქუჩიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის 33-აში ცვლის. სწორედ საჯარო რეესტრიდან ვითხოვთ, რომ ქუჩიშვილის ქუჩაზე სახალხო არტისტის ბინის მეპატრონე თბილისის განვითარების ფონდი ხდება, ხოლო შემდეგ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო. უბინაოდ დარჩენილი და სხვის მოვლა პატრონობაში დახარჯული დედაქალაქის მერი კი ვარკვევთ, რომ ცხოვრობს ადვოკატი დავით ხაჟალიას მეუღლის, ნინო ხაჟალიას კუთვნილ ფართში ჭავჭავაძის გამზირზე და მის ამართ შეგნებულად არ ვიტყვით, რომ დედაქალაქის მერი უკმაყოფილო თბილისელებისგან დავიცვათ. ახლა კი თბილისს მივუბრუნდეთ. თითზე ჩამოსათვლელი პარკები არის ამ ქალაქში, რომელიც გატენილი არის ბუღით, რაღაცა საშინელი რაოდენობით მანქანების და ჩემი აზრით ეს უბრალოდ დანაშაულია, რომ ჩვენ ხა ის რაღაცა პირიქით მე თვითონ მკითხავ, ჯობია რომ შენობები დავანგრიოთ და იქ ხეები დავარგოთ და ცოტა მეტი სუნთქვის საშუალება კონდეს ქალაქს და თვითონ ცხოვრების წესიც იმოქმედებს ეგ რა. ადამიანს შეიძლება კორპუსი მხოლოდ მაშინ ჭირდებოდეს რაღაც შენობა, თუ ჟანგბადი აქვს და შეუძლია ისუნთქოს, თორე თუ არ გვექნა ხა ვაკის პარკი, თუ არ გვექნა ან ასეთი ტიპის სხვა ადგილები, რომელიც ჩვენთვის პირდაპირ ფილტრების ფუნქციას ასრულებს, მაშინ რა აზრია ან მანქანებს, ან ჯიპებს, ან კორპუსებს, ან რა ვიცი, ნებისმიერ სხვა ნაგებობად. ეს ჩემი ცოტა გაუგებარია, ცოტა ალოგიკურია და არ ვერავი არავის კომერციულ გეგმებში და საერთოდ ეს არ მაინტერესებს. უბრალოდ მე მაინტერესებს ჩემი შვილების და შვილიშვილების სასუნთქი ორგანოები, რასაც ქვია ფილტვი, რასაც ქვია ტვინი, მერე, რაც იკვებება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად მოგვიტრიალდეს. იქნებ დღეს ვაკის პარკთან მიმართებაში ჩვენ მოვახერხოთ ის, რომ გაიმარჯვოს საზოგადოებრივმა აზრმა, საღმა აზრმა და არ დაუშვათ ის, რომ შუა ქალაქში ცენტრში ისედაც ვთქვათ მეჩხერი პარკებისა და ასე ვთქვათ გამწვანების პირობებში წაგვართვან კიდევ ერთი სასუნთქი ადგილი ვაკის პარკი და ააშენონ იქ სასტუმრო საცხოვრებელი 7 სართულიანი და კიდევ მოახდინონ ქალაქის შუაგულში ერთგვარი ალოპეცი, ხო, ეს ქალაქის გამელოტება მწვანე საფარის კუთხით. ვაკის პარკი ბუდაპეშტი 2008 წლის 1 აგვისტოს შპს გრაალის საკუთრებად დარეგისტრირდა თბილისი ჭავჭავაძის გამზირის 68-ში მდებარე 2863 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 480 კვადრატული მეტრის შენობა ნაგებობებით და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ანძით. შპს აგროლენდ ჯორჯიას საკუთრებად ჭავჭავაძის გამზირის 68-ში მდებარე 2863 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2013 წლის 27 ნოემბერს. აგროლენდ ჯორჯიას წარმომადგენლის მამუკა შევარდნაძის განცხადების საფუძველზე. შპს ტიფლის კოსტავას საკუთრებად აღნიშნული და უკვე რამდენჯერმე გადმოფორმებული ჭავჭავაძის გამზირის 68-ში მდებარე 2863 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2013 წლის 10 დეკემბერს დარეგისტრირდა. ყოველ შემთხვევაში ცვლილება ამ დროს აგროლენდ ჯორჯიას წარმომადგენლის გორდა სურგულაძის განცხადების საფუძველზე არის შესული. შპს გრაალი
1995 წლის 7 მარტს სახელმწიფო საწარმო ბუდაპეშტი კაფენი ნომერი 70 მუშაკთა 10 კაციანი ჯგუფის მიერ ობიექტის პრივატიზების მიზნით შეიქმნა დროებითი ამხანაგობა. ამხანაგობაში მოწვეული იქნა ორი პირი, მამუკა შევარდნაძე და ლია კვირკველია. 1995 წლის 15 მარტის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაიცა ნებართვა ზემოცხსენებულ ამხანაგობას სულ რაღაც 18865 ამერიკულ დოლარად ეყიდა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორანი ბუდაპეშტის ძირითადი საშუალებები და ცალკე მდგომი შენობა. თანხის 50% გადახდილი იქნა ყველაზე არამყარი ქართული ვალუტით, კუპონებით, რომელიც ამ დროისთვის უკვე გაუფასურებული იყო, ხოლო დანარჩენი 50% დაიფარა საპრივატიზებო ბარათებით, ანუ ეგრეთ წოდებული ვაუჩერებით. 1995 წლის 21 ივლისს დაფუძნდა შპს გრაალი, რომელთა დამფუძნებლებს შორის მამუკა შევარდნაძე გახლდათ 11.5%-ით, ხოლო ლია კვირკველია 12.5%-ით. ფირმის დირექტორად არჩეული იქნა ჯონდო დოლიძე. საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 18865 დოლარი პლუს 35 ამერიკული დოლარით. იურიდიული მისამართი უკვე ნაცნობი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი 68. 1995 წლის 29 აგვისტოს შპს გრაალის პარტნიორთა კრების ოქმის წილის უსასყიდლო დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გრაალის დამფუძნებლებიდან ნაწილი ტოვებს კომპანიას და ნუგზარ შევარდნაძე 40%-ის მფლობელი ხდება, ხოლო ნაწილს წილი უმცირდება. მალე შევარდნაძის ხელში 67.5% გადადის. იცვლება დირექტორებიც. ჯონდო დოლიძის ნაცვლად პაატა დოლიძე დაინიშნა და მალევე მისი ადგილი ზურაბ ხომერიკმა დაიკავა. ეს უკვე 2002 წელს, 2003 წლის 8 აპრილს შპს გრაალმა მისამართი შეიცვალა და ის თბილისის აღმაშენებლის გამზირის 150-ში დარეგისტრირდა. 2003 წელს კი უკვე ხომერიკის ნაცვლად დირექტორად მერაბ ქათამაძე დაინიშნა. 2004 წლის 29 იანვარს ნუგზარ შევარდნაძემ ფირმაში მისი წელი 67.5% სულ რაღაც 12766 დოლარად მიხიდა ჯონი ვიბლიანს. მამუკა შევარდნაძემ კი 5%-იანი წილი 945 დოლარად გავიდა. უკვე 2004 წლის 29 ივნისს ჯონი ვიბლიანმა ფირმაში მისი წილი 72.5%, რომელიც ვაკის პარკის ტერიტორიას მოიცავდა ცოტა უფრო ძვირად, 30000-ად მიყიდა ალექსი კუჭუხიძეს. ამის შემდეგ წილები კიდევ ნაწილდება, ზოგის გარდაცვალების გამო და ზოგით ფირმიდან გაურკვეველი მიზეზით გადის. უკვე 2007 წლის 2 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულებებით გრაალის დამფუძნებლები გახდნენ 77.5%-ით ალექსი კუჭუხიძე, ხოლო 2.5%-ით შპს აისი, რომლის 100%-იანი წილის დამფუძნებელი მიხეილ კოზირიძე გახდათ. და ეს გაკეთდა არარეალურ თანხებში იმის ფონზე, როდესაც თბილისში ამ პერიოდისთვის მიწის ნაკვეთმა ფასის ზედა ზღვარს მიაღწია. 2007 წლის 2 ივლისს კი ნასყიდობის ხელშეკრულებით ალექსი კუჭუხიძემ მისი კუთვნილი 77.5% წილის ნომინალურ ღირებულებად 14650 ამერიკულ დოლარად მიყიდა გიორგი კაპანაძეს. გარდა იმისა, რომ ფასი ვაკის პარკის ტერიტორიისთვის სასაცილოა, გიორგი კაპანაძე, რომელიც გახლავთ ელისაბედ ჩაჩხენის მეუღლე და წილის გამყიდველის ალექსი კუჭუხიძის მეჯვარე, ასევე რეალ ინვესტის მეწილია. ასევე კონსტანტინე კაპანაძის შვილი, რომელიც იყო თბილისის ვიცემერი და რომლის 1993 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სასტუმროების სამმართველოს ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება მასპინძელი, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. უკვე 2013 წლის 15 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გიორგი კაპანაძემ 77.5-იანი წილი ისევ 14650 დოლარად მიყიდა ისევ ალექსი კუჭუხიძეს. ანუ იგივე ადამიანს, რომლის მეჯვარეც თავად გახდათ. აგროლენდ ჯორჯია. 2010 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა შპს აგროლენდ ჯორჯია. ფირმის დირექტორად დაინიშნა ალექსი კუჭუხიძე, რომელიც ასევე გახდათ 100%-იანი წილის მფლობელი და იურიდიულ მისამართად აღმაშენებლის გამზირის 150 განისაზღვრა, რაზეც მას თანხმობა ამ ფართის მფლობელმა რეალ ინვესტის დირექტორმა ლევან თარგამაძემ მისცა. 2013 წლის 25 ნოემბერს აგროლენდ ჯორჯიას 100%-იანი წილი ალექსი კუჭუხიძემ 200 ლარად მიყიდა მამუკა შევარდნაძეს. ფირმის დირექტორად ასევე მამუკა შევარდნაძე დაინიშნა. ტიფლის კოსტავა. 2013 წლის 14 აგვისტოს პარტნიორთა
ტიფლის ბიზნეს ჯგუფის 100% დამფუძნებლის ცაცე კვირიკაშვილის მინდობილი პირის გიორგი ზაქაიძის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფუძნდა შპს ტიფლის კოსტავა. ფირმის დირექტორად დაინიშნა გიორგი ზაქაიძე. ფირმის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა ბიზნა კვერნაძის 10, რაზეც თანხმობა ფართის მესაკუთრემ შპს ნიუ-თბილისის დირექტორმა გოჩა ჯაიანმა გაღწია. ტიფლის ბიზნეს ჯგუფი 2013 წლის 13 აგვისტოს პარტნიორთა 100% ცაცე კვირიკაშვილის მინდობილი პირის გიორგი ზაქაიძის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფუძნდა შპს ტიფლის ბიზნეს ჯგუფი. ფირმის დირექტორად დაინიშნა ზაქაიძე. ფირმის იურიდიულ მისამართად კი ისევ ბიზნა კვერნაძის 10 დაფიქსირდა. შპს რეალ ინვესტი როგორ გადაიქცა სააქციო საზოგადოება რეალ ინვესტად. 2005 წლის 15 დეკემბერს ლევან თარგამაძის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფუძნდა შპს რეალ ინვესტი. ფირმის დირექტორად დაინიშნა ლევან თარგამაძე. იურიდიულ მისამართად განისაზღვრა თევდორე მღვდლის 7, რაზეც თანხმობა პარტიის მფლობელმა, ბიზნეს ასისტენტის დირექტორმა უკვე ნაცნობმა გიორგი კაპანაძემ მისცა. 2005 წლის 29 ოქტომბერს საწესდებო კაპიტალი გახდა 1,899,900 ლარი. შპს რეალ ინვესტის საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის ხელშეკრულებით შუგრებ იმპეს ბანკმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა უკვე ხსენებული აღმაშენებლის გამზირის 150-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი და შუგრებ იმპექს ბანკი გახდა შპს რეალ ინვესტის 20%-ის წილის მფლობელი, ხოლო ლევან თარგამაძე 80%-ის. 2005 წლის 18 ნოემბერს კი შუგრებ იმპექს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გოჩა ზასოხოვის და სხვების გადაწყვეტილებით 20%-იანი წილი გაიყიდა 379,980 ლარად უკვე რამდენჯერმე ნახსენებ გიორგი კაპანაძეზე. 2006 წლის 12 იანვარს რეალ ინვესტის პარტნიორთა ლევან თარგამაძის და გიორგი კაპანაძის გადაწყვეტილებით წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლევან თარგამაძემ მისი 80%-იანი წილი 1,570,000 ლარად დათმო. ამ თანხიდან 300,000 დოლარის 80%, ანუ 240,000 დოლარი უნდა მოხმარებოდა შპს რეალ ინვესტის საწესდებო კაპიტალში ჩადებული შენობის სარემონტო გამაგრებით სამუშაოებს, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა ლევან თარგამაძისთვის 2006 წლის 31 იანვრამდე. მალევე წილი რეალ ინვესტში მიყიდეს Oldington Invest Corporation's დირექტორი კელი ფრანსი, ხოლო მინდობილი პირი ალექსანდრე ქოლოღლიშვილი. Oldington Invest Corporation-ი საქართველოში ასევე შეძენილი აქვს შპს New Invest-ის წილი. კვალი აქ უკვე იკარგება. 2007 წლის 12 თებერვალს შპს Real Invest-ის პარტნიორის Oldington Invest Corporation-ის მინდობილი პირი ალექსანდრე ქოლოღლიშვილის გადაწყვეტილებით შპს Real Invest-ი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოს შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ჩოჩია, ვლადიმერ უგულავა, კობა ჩეკურიშვილი. აღნიშნული პირები მოგვიანებით პრივატ გრუპის კუთვნილ ტაო პრივატ ბანკის ხელმძღვანელობაში ხვდებიან. აქვე დირექტორის ლევან თარგამაძის განცხადებით კომპანიის მისამართად ფიქსირდება ისევ აღმაშენებლის 150. 2009 წლის 1 სექტემბერს Oldington Invest Corporation-ის მინდობილი პირი კობა ჩეკურიშვილის და 2009 წლის 15 სექტემბრის Real Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით იცვლება სამეთვალყურეო საბჭო და აქ შედიან ილია კოკაია, გიორგი კაპანაძე და ვინმე იგორ დომორაცკი, რომელიც ასევე გვევლინება პრივატ გრუპის კუთვნილი რუსთავის ავტობაზრობის დირექტორად. 2011 წლის 18 მარტს კი ფირმის დირექტორი ლევან თარგამაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მის მაგივრად დაინიშნა გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ყონიაშვილი. 2012 წლის 11 დეკემბრის მონაცემებით Real Invest-ის 100% დამფუძნებელი ხდება მავრიკიის რესპუბლიკაში რეგისტრირებული Georgian Investment Limited, რომლის დირექტორადაც 2008 წლის 11 მარტიდან 2010 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში ნახსენები კობა ჩეკურიშვილი მუშაობდა. 2012 წლის 5 დეკემბრის Real Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებით პრივატ გრუპის კუთვნილი რუსთავის ავტობაზრობის დირექტორი იგორ დომორაცკი გადაყენებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, ხოლო დედაქალაქის მერის ქვისლის გიორგი ღონიაშვილის ნაცვლად დირექტორად ინიშნება იგორ დომორაცკი. შპს ვეცელ პლაზა 2011 წლის 30 ივნისს პარტნიორების Real Invest-ის დირექტორი გიორგი ღონიაშვილი და პრივატ ბანკის დირექტორი ბოგდან ლესიუკის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფუძნდა ვეცელ პლაზა. ფირმის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 5,665,012 ლარით.
უძრავი ქონებით. პრივატბანკის კუთვნილი ქონება აღმაშენებლის გამზირის 103-ში მდებარე 594 კვადრატული მეტრი, ასევე 760 კვადრატული მეტრი, 408 კვადრატული მეტრი და Real Invest-ის კუთვნილი ქონება მდებარე ასევე აღმაშენებლის 103-ში 389 კვადრატული მეტრი, 862 და 850 კვადრატული მეტრებით. ფირმის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა აღმაშენებლის გამზირი 103. ფირმის დირექტორად კი ისევ უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი ინიშნება. რას ინახავს აღმაშენებლის გამზირი ნომერი 103? აღმაშენებლის 103 ნომერში მდებარეობს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდში აშენებული ულამაზესი სასტუმრო ევროპა. 1993 წლის 16 დეკემბერს თბილისის ვიცე-მერის ანატომიისთვის ნაცნობი გიორგი კაპანაძის მამის კონსტანტინე კაპანაძის დადგენილებით გადაწყდა თბილისის სასტუმროების სამმართველოს დაფუძნება, რომელსაც ეწოდა სააქციო საზოგადოება მასპინძელი. ამ სააქციო საზოგადოების და მისი წევრების მიმოხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ პირდაპირ უახლესი ისტორიიდან დავიწყოთ. 2002 წლის 25 იანვრის უძრავი ქონების ნატურის სახით გადაცემის ხელშეკრულებით სააქციო საზოგადოება მასპინძელიდან გამსვლელ აქციონერებს კომპენსაციით სახით გადაეცათ მასპინძელის კუთვნილი აღმაშენებლის გამზირის 103-ში მდებარე 3015 კვადრატული მეტრიდან ნაწილი 2903 კვადრატული მეტრი. სააქციო საზოგადოება მასპინძელს კი საკუთრებაში დარჩა სულ 111 კვადრატული მეტრი. დავით აღმაშენებლის გამზირზე 103-ში მდებარე შენობა ნაგებობა სულ 5935 კვადრატული მეტრი გახლდათ, საიდანაც 2920 კვადრატული მეტრი სახელმწიფო საკუთრება იყო, ხოლო ნომერი 7, 8 და 9 ნაგებობები საბუთის გარეშე გახლდათ. უკვე 2005 წლის 8 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შეფას Real Invest-მა დირექტორი ამ დროს ლევან თარგამაძე გახლდათ, დაიწყო ამ ქონების შესყიდვა. 2006 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით ყოფილი სააქციო საზოგადოება მასპინძელის კუთვნილი აღმაშენებლის გამზირის 103-ში მდებარე 3015 კვადრატული მეტრის შენობის მესაკუთრე გახდა შეფასე Real Invest-ი, რომელმაც სანაცვლოდ ჯამში გადაიხადა 1.400.000 ამერიკული დოლარი. უძველესი სასტუმროს ტერიტორია ამ დროის საბაზრო ფასების მიხედვით 1 კვადრატული მეტრი $1900-მდე ღირდა. რეალური ღირებულება $1.5 შეძენილი ქონებისა კი $5,728,500 გახლდათ. 2006 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით Real Invest-მა TAO Bank-ს $640,807 მიხიდა აღმაშენებლის გამზირის ნომერ 3-ში მდებარე შენობის 594 კვადრატული მეტრი. 2007 წლის 12 მარტის იგივე ტიპის ხელშეკრულებით კი ისევ TAO Bank-ს მიხიდა Real Invest-მა $1,283,183 აღმაშენებლის გამზირის 3-ში მდებარე 1169 კვადრატული მეტრი. ამდენად 2007 წლის 12 მარტის მდგომარეობით დავით აღმაშენებლის გამზირზე ნომერ 103-ში მდებარე სასტუმრო ევროპის 1763 კვადრატული მეტრის მესაკუთრე TAO Bank-ი გახლდათ, რომელმაც სანაცვლოდ ჯამში $1,990,000 ამერიკული დოლარი გადაიხადა, ხოლო Real Invest დარჩა საკუთრებაში 1251 კვადრატული მეტრი. სახელმწიფო საკუთრება იყო 2920 კვადრატული მეტრი, საიდანაც 1121 კვადრატული მეტრი სარდაფია. მალევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის 2008 წლის 28 თებერვლის ოქმით აღმაშენებლის გამზირის 103-ში მდებარე სასტუმრო ევროპის სარდაფის 850 კვადრატული მეტრი $330,000, ანუ 1 კვადრატული მეტრი $387 Real Invest გადასცა. გადახდილი ფასის ადეკვატურობა თავად განსაჯეთ. 2009 წლის 11 მაისის წერილით საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე არაყიშვილმა თბილისის აღმაშენებლის გამზირის 103-ში მდებარე შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2069 კვადრატული მეტრიდან 346-ის გამიჯვნა მოითხოვა. დანარჩენი 1807 კვადრატული ფართისგან. რაში დასჭირდათ ეს მოგვიანებით ხდება ცნობილი. 2011 წლის 30 ივნისს პარტნიორების Real Invest-ის დირექტორის უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის და პრივატბანკის დირექტორის ბოგდან ლესუკის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფუძნდა ვეცელ პლაზა. ფირმის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა $5,665,012 ლარის უძრავის ქონებით. პრივატბანკის კუთვნილის ქონება აღმაშენებლის გამზირის 103-ში
ჯამში 1763 კვადრატული მეტრი და Real Invest-ის კუთვნილი ქონება იგივე მისამართზე ჯამში 2102 კვადრატული მეტრით. მათ იურიდიულ მისამართად განისაზღვრა თბილისი აღმაშენებლის გამზირი ნომერი 103. ფირმის დირექტორადაც აქაც დედაქალაქის მერის გიგი უგულავას ქვისლი ღონიაშვილი ინიშნება. 2011 წლის 15 და 19 ივლისის წერილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტმა სასტუმრო ევროპის 2311 კვადრატულ მეტრზე ამონაწერის მომზადება მოითხოვა. მალევე სამ კვირაში 2011 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის ბრძანებით თბილისის საკუთრებაში გადაეცა სწორედ ეს 2311 კვადრატული. ერთ დღეში 2011 წლის 10 აგვისტოს წერილით თბილისის მერის ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურმა 2311 კვადრატული მეტრი თბილისის საკუთრებაში დარეგისტრირება მოითხოვა, მაგრამ მანამდე 2 დღით ადრე გიგი უგულავას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ანუ 2011 წლის 8 აგვისტოს თბილისის მთავრობის დადგენილებით ხელმომწერი თბილისის მერი გიორგი უგულავა თბილისის საკუთრებაში რიცხულ სხვა ქონებებთან ერთად თბილისისთვის საკუთრებაში გადმოცემის შემთხვევაში თბილისის განვითარების ფონდს საკუთრებაში გადასცა აღმაშენებლის გამზირის 103-ში მდებარე სასტუმრო ევროპის 2311 კვადრატული მეტრი. ანუ თბილისის მერმა დაასწრო ეკონომიკის სამინისტროსაც, თბილისის ქონების მართვის სააგენტოსაც და მანამდე გაწერა ქონების გადაცემის პროცედურა, რომელიც მას ჯერ არ ეკუთვნოდა. ასევე სულ რამდენიმე დღით ადრე 2011 წლის 1 აგვისტოს თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა აღმაშენებლის გამზირზე 150-ში მდებარე შენობაში განთავსებული 200 კვადრატული მეტრი ფართის $200,000 Real Invest-ზე გასხვისება. აქვე გადაწყდა და ისევ რამდენიმე დღით ადრე თბილისის განვითარების ფონდისთვის ქონების გადმოცემის შემთხვევაში აღმაშენებლის გამზირზე 103-ში მდებარე შენობაში დარჩენილი 523 კვადრატული მეტრი ფართი $832,000 შეპესა ვეცელ პლაზაზე უნდა გასხვისებულიყო. 2011 წლის 19 სექტემბერს ვეცელ პლაზამ, რომლის დირექტორი ასევე გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღვინიაშვილი გახდათ, სასტუმრო ევროპაში დარჩენილი 523 კვადრატული მეტრი $832,000 იყიდა. ანუ 1 კვადრატული $1590. 2012 წლის 24 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულებით შეპეცა ვეცელ პლაზას დირექტორმა ღონიაშვილმა 12%-იანი სესხი $320,000 ოდენობით აიღო პრივატ ბანკისგან და სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა ვეცელ პლაზას კუთვნილი სასტუმრო ევროპის ნაწილი, რომლის 1 კვადრატული $1985 შეფასდა. ამდენად 2012 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით აღმაშენებლის გამზირის 103-ში, ანუ სასტუმრო ევროპაში 4388 კვადრატული მეტრი ფართი ეკუთვნის შეფასა ვეცელ პლაზას და ჯამში 1788 კვადრატული მეტრი ეკუთვნის თბილისის განვითარების ფონდს. 2012 წლის 26 მარტის შეთანხმებით, რომელიც გაფორმდა თბილისის განვითარების ფონდსა და ვეცელ პლაზას შორის, გაიმიჯნა ქონებები და მიენიჭა ცალ-ცალკე საკადასტრო კოდი. მოგვიანებით ვიგებთ ესეც რატომ გააკეთეს. 2012 წლის 4 დეკემბერს თბილისის განვითარების ფონდმა უძრავი ქონების თავისი ნაწილი სასტუმრო ევროპაში უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში თბილისს. ამ დროს უკვე ხელისუფლება შეცვლილი იყო. აქვე ირკვევა, რომ ხელისუფლების ცვლილებამდე ცოტა ადრე და ხელისუფლების შეცვლიდან 2 დღეში 2012 წლის 8 ივნისს და 3 ოქტომბერს ანუ არჩევნებიდან 2 დღეში იპოთეკის ხელშეკრულებით ვეცელ პლაზამ უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა პრივატ ბანკში. გააკეთა თუ არა ეს კომპანიამ ქონების დასაცავად, რომ ეს მისთვის ვინმეს არ ჩამოერთმია, ამ დრომდე უცნობია. ამ გადაცემის მზადების პროცესში ამოტივტივებულმა კომპანიების რაოდენობამ გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდხანს მოუნდებით იმის გარკვევას, ვის სახელზე ირიცხება დედაქალაქის ქონება. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.